კულტურული ღონისძიებებით და სპორტული შეჯიბრებებით აღნიშნეს საზეიმო თარიღი რეგიონის მუნიციპალიტეტებში. 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტები გაიმართა ქობულეთში, ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში. როგორ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მუნიციპალიტეტებში, ნახეთ დროს რეპორტაჟი. ცეკვა ხორუმი მოზარდებმა ქობულეთში სპეციალურად 26 მაისის აღსანიშნავად შეასრულეს. კონცერტი დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის დაღუპულთა სკვერში მოეწყო. წარმოადგინეს მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით დამოუკიდებლობის დღე. დღესვე ქობულეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. ქართველ ხალხს თავის ისტორიის მანძილზე ძალიან ბევრი ბრძოლა გადაუტანია თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის. და ნამდვილად იმსახურებს ქართველი ხალხი, რომ ეს დღე იყოს ღირსეულად აღნიშნული. ჩვენ მოვამზადეთ თემატური ფოტოგამოფენა, რომელიც დეტალურად ასახავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გამოცხადებასთან დაკავშირებულ ყველა ისტორიულ ფრაგმენტს. მრავალჟამიერით გაიხსნა საზეიმო ღონისძიებები ხულოში, დრამატულ თეატრში, კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების კონცერტი მოეწყო. საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული კომპოზიციები წარმოადგინეს. საზეიმო ღონისძიებებამდე კი დაბახულოში პატივი მიაგეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნული გმირების ხსოვნას. ყოველთვის ტარდებოდა წინაწლებში წერილად სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება, მაგრამ დღეს მაინც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ მთელი რაიონის მოსახლეობა მოვიდა, შეიკრიბა შემოქმედებითმა კოლექტივებმა წარმოადგინეს აი თავიანთი ნამუშევრები. მიულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს, ანუ დამოუკიდებლობის დღეს. უსურვებს საქართველოს ყველა მაცხოვრებელს გაერთიანებას, სიკეთეს, სიმშვიდეს, უკეთეს საქართველოსი ცხოვრებას. კონცერტითა და სპორტული შეჯიბრებებით აღნიშნეს დამოუკიდებლობის თარიღი შუახევში, მაღალმთიან აჭარაში ღონისძიებები ჯერ კიდევ 23 მაისს დაიწყეს. საზეიმო კვირეულის ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი 26 მაისი უფრო მასშტაბური და სანახაობრივი იყო. ჩვენ რა თქმა უნდა ამას შეიძლება უკვე მეათე 26 მაისის ღონისძიებას კონცერტში მონაწილეობდა, სადაც ჩვენი საქართველო დგას ფეხზე ზეიმობს, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი სიხარულით ჩვენ რაც შეგვიძლია სიმღერით იქნება, ცეკვით იქნება, სხვადასხვა ზეიმობით იქნება, ჩავერთვებით. საზეიმო სტომა გქონდა, მერე ხატრულმა კოლექტივმა წარმოადგინეს თავიანთი პროგრამა, სასპორტო ღონისძიებები გაიმართა და ბოლოს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო დამოუკიდებლობის დღე და თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მარადიული ზეიმები და დღესასწაულები მინდა მოსურვო. კულტურული და სპორტული ღონისძიებები ჩატარდა ქედის მუნიციპალიტეტში. შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. მოეწყო დამსახურებული პედაგოგის ავთანდილ ბერძისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ფრენბურთში. მასში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. მიულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საზეიმო კონცერტის პარალელურად მიმდინარეობს საქველმოქმედო აქცია, რომელიც ჩვენივე თანარაიონის მძიმესენით დაავადებულ ქალბატონს ეძღვნება. ჩატარდა კონცერტი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ კულტურის მუშაკები, როგორც ანსამბლი ელესა, თქვენს მაინც ვერ ვიზამ, იმიტომ ჩვენ ერთ-ერთი დამსახურებული ანსამბლი ყავს. ასევე ამ დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ავთანდილ ბერიძის სახელობის თასის გათამაშება. 26 მაისის საზეიმოდ აღნიშნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა კონცერტი გამართეს. ღონისძიების პარალელურად ტურნირი მოეწყო ჭიდაობასა და ნარჩი. მუნიციპალიტეტში შემავალმა თემების წარმომადგენლებმა კი ხალხური რეწვის ოსტატებისა და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა მოაწყეს. ჩვენი წარსული გადმონაშთები რაც არის, გამოფენილი არის ჩვენი ყოფა ცხოვრების დამახასიათებელი საოჯახო ნივთები, საწმისაჭმელი იარაღი რაც თავარია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელით მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე დამოუკიდებლობა და მინდა ყველა ქართველს, ყველა მცხოვრებს საქართველოში ბედნიერება და სიკეთე და სიხარული უსურვო. 26 მაისი ტრადიციულად აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აღინიშნა.